ახალი 6-ზე ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. თემას ჩვენი კორესპონდენტი თორნიკე ხურციძე განაგრძობს. პირდაპირ ეთერში თორნიკე გისმენთ. შეხვედრა მაღაროელებსა და ჯორჯიან მანგანეზის გენერალურ დირექტორ ვლადიმერ ლოზინსკის შორის დასრულებულია. შეხვედრიდან გამოსული მაღაროელებისა და კომპანიის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მათ შორის მიღწეულია შეთანხმება. მე შეგახსენებთ, რომ მაღაროელებს ჰქონდა დაახლოებით 15-მდე მოთხოვნა. შეხვედრაზე ყველა მათგანი განიხილეს. მაღაროელების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ თითქმის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია მათი. გარდა ერთისა, ეს არის ხელფასების მომატება კომპანიამ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე დღიანი ვადა ითხოვა, თუმცა მიუხედავად ამ შეთანხმებისა კომპანიის გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა უკვე შეხვედრის გარეთ მყოფ მაღაროელებს შორის, ისინი რომლებიც აქციაზე იმყოფებიან. რაღაცა საკითხები, იმ 15 საკითხიდან, რომელიც რეალურად არის გადაწყვეტის პროცესიდან მეტი წილი არის თითქმის გადაწყვეტილი, რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, დაზღვევას და ასე შემდეგ. დანარჩენ სხვა საკითხებზეც მოხდა საკმაოდ კონსტრუქციულ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა ეგ შეხვედრა. აქცია, როგორც უკვე გითხარით, ჯერ ვერ დაშლილა, ის ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მე შეგახსენებთ, რომ მაღაროელები შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მართავენ აქციას. ისინი წუხელ გაიფიცნენ და მთელი დღის განმავლობაში უკვე ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციული შენობის წინ არიან შეკრებილნი. მაღაროელების თქმით, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. დიდი მადლობა ჭიათურიდან ჩვენი კორესპონდენტი თორნიკე ხურციძე საუბრობდა.